ფალმა გაანათლოს ჩვენი მიცვალებულები მიყვარხართ ყველანი. მოგესალმებით, ჩემო საყვარელო გამომწერებო, ხშირად არ ვაცხობ, კი არა და აი თითქმის უკვე თვეები ისე გადის ხოლმე რომ არ ვაცხობ, მაგრამ ნუ ხანდახან საჭიროა, იმიტომ რომ როდესაც მაცივარში გააქვს ადამიანს აი ესეთი ხათოს, აი ხელში ვერ დაიჭერ, ნახეთ, ნაზესი მაიონეზით ცომი და მე ეს რეცეპტი ძალიან ბევრ ადგილას მიდევს შემ გვერდზე, ასევე გამოიწერეთ ხათოს და სანდროს YouTube გვერდი, ჩაწერეთ ნებისმიერი სიტყვა მაიონეზიანი ცომი ან ხათოს მაიონეზიანი ცომი და ამოგიგდებთ ჩემ გვერდზე დევს, მოკლედ ყველგან დევს, ნახეთ და აი როგორ უნდა გამოაცხო, როდესაც აი მაცივარში ესეთ ცომს აღმოაჩენ და აი ესეთ ყველს აღმოაჩენ და ჯიჯი ჰაუსის ტაფას და ეხლა ნახეთ რა საოცრებას დავატრიალებ ძალიან მალე, როდესაც აი ესეთი ცომი, ხალხო, ნახეთ რა, თითქმის ერთი თვეა მაცივარში დევს, არც ფერი, არც კონსისტენცია, არაფერი არ შეიცვალა, ნახეთ როგორია, აი ხელში ვერ დაიჭერ და ეხლა მინდა გამოვაცხო, ზოგადად არ მიყვარს აი რამის გაფუჭება, ის 90-იანი წლები მახსენდება ხოლმე, რომ აი რა დღეში ვიყავით, როგორი გაჭირვებულები ვიყავით, მთლიანი საქართველოში რა ხდებოდა და ვერ ვიტან აი სახლში რამე ან ხაჭორო, აი მე ვიწყებ ეგრევე ცხობას და აი მით უმეტეს აი ყველს რო შევატყობ, რომ აი უკვე არ მიყვარს წაცხში ჩადება და უკვე იქითკენ არის რა ცოტა ძოლდება, ეგრევე ვიწყებ ცხობას და მით უმეტეს აი ესეთი ცომი რო გაქვს მაცივარში, როგორ უნდა გამოაცხო, ერთ ნაჭერს მივირთმე ჩვეულებრივად შემიძლია გრამაჟობით კვებაში მივირთო, აბა წავიდეთ და გამოვაცხოთ რა გამოვა გაჩვენებთ. ნახეთ როგორი უთხელესები და კოკროჭინები, ნახეთ როგორი ბრაწება, აქეთ გამზადებული მაგ კაი ხარისხის კარაქი. ხო, აქ რა ხდება? ბიჯო, ამას უყურეთ რა ხდება, უთხელესი. ნახეთ როგორი არის გაფხორილი როგორია და აქეთ უკვე მეორე დავსვი რა დღეშია ხალხო ეს ჯიჯის ტაფა, როგორც ბლინის, ისე რომ ვიყიდე. აი დავინახე თუ არა შემიყვარდა. ადით ჯიჯი ჰაუსში შაბათ კვირას აუცილებლად და იყიდეთ, შეიძინეთ ეს ჯადოსნობა. რა თქმა უნდა, ასეთი უშანგავი ფოლადის ტაფები არის ყველგან, მაგრამ მე ვენდობი ჯიჯის, იმიტომ რომ ვიცი როგორ წავიდნენ, დავიდან ჯიჯის ექსკლუზივი იყო, როგორ შეუკვეთეს და გამომდგარია, აგერ ვაცხობდა, აი ხელში ხრაშუნაც არის და ურბილესი ეს მაიონეზის ცომი არის საოცრება, მიყვარხართ. და როგორი ვსება ჩემი დაფა, ჩემო იმერლებო აქედან მოგესალმებით, ყველანი ძალიან მიყვარხართ, თქვენი სისხლიც მიჩქებს, გეფერებით აქედან ხათოს და სანდროს სამზარეულო და ნახეთ როგორებია, ნახეთ. მინდა ეხლა გავჭერა რა, აი ხელში ვერ დაიჭერთ, ნახეთ. ხელში ვერ დაიჭერთ. რატო არ უნდა მქონდეს ეხლა მე ერთი პატარა კუწკუწა კაფე, რომ ყველას დაგაგემოვნებინოთ. ეს სილამაზე და ეს ბედნიერება შეხედეთ. აი მე რა არის და რა არის. აი ხელში ვერ დაიჭერთ, ხაჭაპურიც არის და ხაჭაპურიც, აი ნახეთ როგორია. სასწაული. და ივსება ნელ-ნელა ეს მიყვარს, აი ბარაქიანად რო არის, სანდრო სახში არ არის, მე ერთ ნაჭერზე მეც ვერ ჭამ, მიშო როდის გაიღვიძებს კაცმა არ იცის, მაგრამ მეზობელს მივაწოდებ, ერთ მაგარ გოგოსთან უნდა ავიდე მაღაზიაში, იმას წაუღებ და მარტო ჭამა არ მიყვარს, მეჯავრება ხალხო მარტო ჭამა. აბა დაინახე, აი ბებია ჩემ თამარას უყვარდა ხოლმე ნათელში ამყოფო სუფალმა ჩვენი მიცვალებულების სულები, აი არ დავყარე ნახევარ საათში, როცა ხათოს ცომი გააქვთ. შეხედეთ რა, აი ხელში ვერ დაიჭერთ, ისეთი ფუმფულები. აი, ნახეთ. გამოიწერეთ ხათოს და სანდროს YouTube გვერდი, სადაც აი ეს მაიონეზიანი ცომიც მიდევს, რა თქმა უნდა, და რა თქმა უნდა, ჯიჯის ბლინის ტაფა, რომელიც ვიყიდე ბლინისთვის, აი ესეთ შედევრებს აცხობს, ასე რომ ადით ჩაფათ კვირას და აუცილებლად იყიდეთ ეს უშანგავი ფოლადის ტაფები ჯიჯი ჰაუსში, მიყვარხართ.